მივესალმებით ჩვენს მედიას მაყურებელს. ჩვენ განვაგრძობთ საუბარს თქვენთან. წინა წანაწევში ბატონო კახა ჩვენ ვისაუბრეთ, რომ ქვეყანა როგორც თქვენ რა ბეწვის ხიძზე გავიარეთ 2020 წელს, რა საფრთხე იყო მოსროდნელი ქვეყნის შიგნით, რომ გადაუჭით ბევრ დიდ საშინელებებს და შევეხეთ ნაწილობრივ აი ახალი წელი ახლა დაიწყო 2025 წელი და თუ არ შევცვალეთ დამოუკიდებელ აღნიშნულ საკითხისადმი, რაზეც საუბრობთ ამდენი წლები, რა საფრთხები არ მოსწონდა და რა გვაქვს გასაკეთები მთლიანობაში საზოგადოების ფართო ფენების ჩათვლით გულისხმობ, რომ ეს საფრთხეები აცილებული იქნას. ამ ჩანაწერების დროს ბევრი გამოხმაურება ქონდა და ბოლო ერთ-ერთი გამოხმაურება, ასეთი ვთქვათ, შეიძლება დავარქვათ მოთხოვნაც ერთი რესპონდენტის სმენელის მხრიდან, რომ ეს საქმე ნამდვილად გასაკეთებელია, ყველა ვზნობთ საკუთარ თავზე, მოდი სიმართლე ვთქვათ, რომ რაღაც ვერ მიდის კარგად საქმე და რაღაცა გვაქვს ზოგადად ეს გასაკეთებელი ქართველებს რომ გავუღოთ ამ მდგომარეობაში, ანუ გასაკეთებელია ეს საქმე. ანუ მათი მხრიდან წამოსულია ეს მოთხოვნა. და მეორე მაყურებლისგან არის ასეთი წინადადება შემოსული, რომ აი მართლაც ეროვნული ეს ფინანსურ საკითხებს ეხება ეს, რომ ქართული ჩვენი ეროვნული ბანკი მართლაც ეროვნული იყოს და მევახშეობას არ კონდეს ადგილი, რომ სიტომ სახელმწიფომ გამოუშვას იმდენი ფულადი სახსრებო თვითონ ქვეყნის შიგნით გვეყოს, დაბეჭდოს და სავაჭრო ურთიერთობები, ანუ იყოს ასე ვთქვათ, ბარტერული გაცვლაზე. ხო. რა შეიძლება შესავლის სახით ორი სიტყვით ვთქვათ, რა თქმა უნდა, ჩვენ შევეხეთ ამ საკითხებს და ასეთი მდგომარეობა, რაზეც თქვენ წინა ჩანაწერში ისაუბრეთ, კი კარგია რომ უფლისნებით ავიცილეთ ქვეყანა, ასე ბეწვის ხიდზე გავიარეთ, მაგრამ დიდხანს ვერ გავგზავნება ეს მდგომარეობა. ანუ საბოლოო ჯამში იმის თქვა მინდა, რომ ჩვენ იმ რეალობის წინაშე აღმოჩნდით, რომ მართლაც თუ გადავხედათ ჩვენი ქვეყნის შიგნით, თუ იმჟელებთ და გარეთაც, ჩვენ სამეზობლოში და ცოტა დიდი მასშტაბითაც, ასე ვთქვათ, დედამიწა რაღაც აპოკალიფსურ სცენარით წინაპირობებში მივყოფებით. მართლაც მესამე მსოფლიო ომის წინაპირობებში ვართ, თუ გადავხედავთ ამ დიდი ქვეყნების დაპირისპირებას. და ჩვენ ისევ მინდა გამოეხმაურო ამ ჩვენ მსმენელის წინადადებებსაც, რომ ჩვენ ისევ ძველი გზებით ვცდილობთ ფონს გასვლას. ანუ ძველი გზებით ახალ დროში. მაგრამ ესე არ გამო, იმიტომ რომ ყველა დროს თავის მოთხოვნა აქვს. ეს იგივეა, იგი ბიბლიურად, რომ ახალი ღვინო ჩავასხათ ძველ ტიკში. და ახალი ღვინო მოგეხსნა ახალ ტიკში ისხმება, იმიტომ რომ შემთხვევაში შედეგი ვიცით, რომ ღვინოს გაგვიყუშტება და ჭუჭელის დაზიანდება. საბოლოო ჯამში იმის თქმა მინდა, რომ ჩვენ მისული ვართ იმ კრიტიკულ ზღვართან, სადაც ჩვენ უკვე ასე ვთქვათ, აღარაფერი გვაქვს დასაკარგი. შეიძლება ითქვას თავმად, შეიძლება ითქვას, რომ კაცობრიობა მასშტაბით ჩვენ ვხედავთ იმ დიდ ნავში, სასა თუ ჩაძიროა, ყველა ერთად ჩავიზიაროთ დაუუბები და თუ გადაარჩინა, ყველა ერთად უნდა გადავჭეთ. და რამდენად ხმამაღალი არ უნდა იყოს და ეს მოდი რეალობა ვთქვათ, ამაზე გვესაუბრებოდა ჩვენ ქართველი მწერალი საზოგადო მოღვაწე ბიბლიური ნუგერისელი ბატონი აკაკი ჯორჯაძე, ქართველებს სხვა მისია დანიშნულება გვაკისრია, არა მარტო საკუთარი თავის თლიანი კაცობრიობის წინაშეც. რამდენად არ გაგვიკვირდეს დედამიწის რუკაზე ერთი წერტილის ოდან საქართველო ფლობს ამ საკაცობრიო ნავის უსაფრთხოების დიდ საიდუმლოს, სადაც თუ გავაკეთეთ და შევძელით ამ ჩვენი მოსახლეობის ფართო ფენების ჩარევით და ურთიერთთანხმობით, მართლაც ყველა გადავრჩებით. და ამ კუთხით ვფიქრობ, გამოფხიზნება გვჭირდება. აი ამ საკითხებთან დაკავშირებით, ბატონო კახა, რას ვეტყოდით ჩვენ მსმენელს და მაყურებელს? გთხოვთ. ბატონო, მივესალმებით ჩვენს მსმენელს, მაყურებელს. ანუ პრობლემები ძალიან მასშტაბურია. მოწოდება იმისა, რომ გააკეთეთ, აი ეს არის მნიშვნელოვანი. აქ სწორედ პრობლემა ამაში გვაქვს. ერთი ჩვენი მეგობარი ხშირად შედარება მოყავდა ხოლმე ასეთ ვითარებაში, რომ
ამ საკითხს უდგებით ზოგადად, როგორც მაგალითად ფეხბურთის გუნდს. 11 კაცი გარბის, გაიტანს გოლს ყველა მივესალმებით, ვაღმერთებთ, არს უკრავთ, აი თუ წააგებს ეს 11 კაცი თამაშს, მაშინ პირიქით ვრისხავთ და ასე შემდეგ. ხო, ანუ სპორტული ინტერესით მიდგომა ასეთ გლობალური მასშტაბური საკითხებისადმი ფრიად გაუმართლებელია. გააკეთეთ ვცდით, რაც ჩვენ შეგვიძლია. ბატონი აკაკის წასვლის შემდეგ ძალიან ბევრი რამ დაიკარგა, მოდი სიმართლე უნდა ითქვას. თუმცა ჩვენ ვფიქრობთ, რომ ყველაფერი არ არის დაკარგული და ამას დრო და ჟამიც გვიჩვენებს. თავისთავად ცხადია. და ვეცადეთ გაზეთები გამოგვეცა და გამოვცემდით კიდეც. ერთ-ერთი ყველაზე დიდი ცდა იყო ბატონი აკაკის დაჯილდოების ცერემონია სახელმწიფოს მიერ ილია ჭავჭავაძის სახელობის ოქროს მედლით დაჯილდოვება სიკვდილის შემდეგ. ერთ-ერთი დიდი ნიშანი სწორედ ეს იყო რა დამოკიდებულებას ვიჩენთ ადამიანები იმ მოვლენისადმი, რაც ქართულადაა გაცხადებული, რა დამოკიდებულებას ვიჩენთ ადამიანები იმ პიროვნებისადმი, რომელსაც დაუკავშირდა ამ უზარმაზარი წონის თავის თავზე აღება და ჩვენამდე მოტანა, უამრავი გაზეთის გამოცემა, უამრავი საუბრის ჩატარება, უამრავი საზოგადოებრივი პოლიტიკური ღონისძიების ჩატარება, ხელმძღვანელობა და ასე შემდეგ. აი აღუწერელია 28 წლიანი შრომა, რაც ამ კაცმა გაწია და აღნიშნეთ კიდეც, რომ მოდი ესე გავაანალიზოთ და თავისთავად თვითონ ეს ფაქტიც ამაზე მეტყველებდა, რომ იქ ზევით კულისებში ვიღაცამ თქვა, რომ ჩვენ ამ კაცის 8 წელს ვაფასებთ, მაგრამ ჩვენ არ ვჩდებით. ზევიდან ეს გზავნილი იყო, იმიტომ რომ ოქროს მედალს ჩვენ არ გავცემთ და ვერ გავცემთ. წერალთა კავშირის სახელით და მადლობაც მოუხადეთ იმ კონკრეტულ პირებს, ვისი ხელითაც უნდა გაკეთდა კიდევაც ეს მამულიშვილური საქმე, რა თქმა უნდა. მაგრამ აქ გამოჩნდა მეორე მომენტი. აი დანარჩენი ის მაღლიდან კი ბატონო ვიღაცა მიცის, მაგრამ აი დაბლა დამფასებელი, შემფასებელი საზოგადოება ვართ თუ არა ვართ მზად. წესით და რიგით. იქ ვერ უნდა დატეულიყო საზოგადოება. საკმაოდ გავახმაურეთ, გავავრცელეთ და ვერ უნდა დატეულიყო საზოგადოება, იმდენი უნდა შევკრებილიყავით. ხო, ესე იგი, ასეთი მასშტაბური საქმეების გაკეთება, რაზეც საუბარი არის, ამას სწორედ დიდი მასშტაბები ჭირდება. კრავის ძლევსო, ხეცო, კრავი კი შეკვრა, შეკავშირება. თანხმობა არის. და აღმოჩნდა, რომ ჯერ ჩვენ შემკავშირებელ შემკვრელები არა ვართ, სამწუხაროდ ეს დადასტურდა. ზევით ესმით საკითხის არსი, მაგრამ დაბლა ერში ეს ვერ გაიგება. ვერ გათავისება ვერ ხდება. პირიქით, მოხდა იმდენად დიდი გაკადნიერებაც, რომ მიეწერა ქალბატონ მანანას, რომ ეს ღონისძიება ჩატარდა, იმიტომ რომ მას თავისთავად განედიდებინა. ვინც იცის მისი ფიზიკური მდგომარეობა, ვინც იცის ის პერიპეტიები რა და როგორ, რა თქმა უნდა, ამის თქმა ყოვლად გამორიცხული და ყოვლად წარმოუდგენელი იყო. ამიტომ ეს დაჯილდოება რა მიუკერძოებელი, გასაგებია რომ ერთგვარი ორგანიზატორი გამოვიდა ეროვნული თანხმობის დარბაზი, მაგრამ მიუკერძოებელია, ჩვენ არა ვართ პოლიტიკური პარტია, რომელიც თავისთავად მაინც მიკერძოებულია თავისი პარტიული ეგოიზმით, ვინმეს ან მომავლის სკამებში ვეცილებოდეთ, ან ქულებს ვიწერდეთ, იმიტომ რომ სამომავლოდ გამოვიყენოთ და ასე შემდეგ. ამდაგვარი არ არის ეს ორგანიზაცია, ჩვენი მიზანდასახულება სხვა რამ გახლავთ. უპირველეს ყოვლის უნდა ყოფილიყო და ამას წინაც არაფერი არ ედგა, რომ აი ადამიანს გადაეცემა ჯილდო და მისი დამსახურების აღიარება ვიღაცა კარგად ხედავს და ოქროს მედლით ილია ჭავჭავაძის ოქროს მედლით აჯილდოებს და სათანადო გამოხმაურება ერში ამას არ მოყოლია. ეს დასაფიქრებელი საკითხია.
იმიტომ რომ ზოგიერთებმა ასე ჩათვალეს, რომ აკაკის ეპოქა წავიდა და ახლა მათი ეპოქა უნდა დამდგარიყო. არის ასეთი ამბებიც. ესე იგი, ჯერ ერთი აკაკის ეპოქა როგორც ასეთი არც ყოფილა, არც თვითონ ამ პიროვნებას ასეთი რამ არ უთქვია, აკაკის ეპოქა კი არა კაცო. მეორედ მოსვლა, ჟამია, წყდება დედამიწაზე ყოფნა არ ყოფნის საკითხები, სიცოცხლის ყოფნა არ ყოფნის საკითხები და გადარჩენისთვის საჭირო რა არის, რა პოლიტიკური ცვლილება არის საჭირო, რა არის ესე იგი სიტყვა, რამაც უნდა გადაგარჩინოს, აი ამ სიტყვის მოტანა, ჩამოყალიბებას შეალია მთელი 28 წელი. ესე იგი მოსულია სიტყვის დრო და ჟამი და ეპოქა, ახალი სიტყვის, თუ ადამიანი გაყვებია ახალი სიტყვის მოთხოვნებს, ერი და ქვეყანა თავის სულიერ მისიას, საკაცობრიო სულიერ მისიას შეასრულებს, რაც არის იგივე ღვთისმშობლის წილხვდომილობის არსიც ამავეში დევს, მაშინ იცვლება ზოგად ბედისწერა და სხვა მიმართულებით იწყებს მთელი კაცობრიობა განვითარებას, ხო და ამდენად ახლა აკაკი წავიდა და ვინმეს ის მოვიდა, ეს აბსურდულია საერთოდ ასეთი მიმართება. ხო, ესე იგი, წამოიჭრა მცდელობა, რომ გეშის მცემლის და საზძლო კაცის როლი გადაებარებინათ და თვითონ წარმოეჩინათ, თვითონ წარსდგომოდნენ თავთავიანთი მოძრაობებით საზოგადოებას. რაც თავისთავად ყოველად გამორიცხული და ყოველად აბსურდული მომენტია, იმიტომ რომ აქაც არის წილობრივი საკითხებია. იმერთ კაცს რა წილიც ხვდა, მან ზიდა და შეასრულა ის ფუნქცია, სიტყვა დაწერილია, სიტყვა ჩამოყალიბებულია, სიტყვა მოწოდებული გვაქვს. ახლა ერთს აქვს ეს ფუნქცია, ან შეასრულებს, ან ვერ შეასრულებს, ესე იგი, ან ჩვენ მთლიანობაში ეს ქართველიერი ახალ ფორმაციას უდევთ საფუძვლად ჩვენ მომავალ ცხოვრებას და ამით უკვე საკაცობრიო სულიერ მისიას აღვასრულებთ. შემდგომ კაცობრიობაც ასევე მიიწევს გარკვეულ გარდაქმნებს და თუ თვალს ვადენებთ, ეს რეალურად მიმდინარე პროცესებიც არის. იმიტომ რომ სიტყვა ღმერთი და ღმერთი თვალით უხილავი არსია და ის მოქმედებს თავისთავად ცხადია, ჩვენ რაც არ უნდა გვიკვირდეს და რაც არ უნდა საკვირველი იყოს ჩვენთვის, ეს ასია. თუნდაც ის რომ გასულ წელს ჩვენ ძალიან რთული გზა გავიარეთ და ძალიან საჭოჭმანო. ეხლა ამას შეიძლება ბევრი მიიწერს თავის თავზე. მაგრამ ჩვენ კი ვიცით რომ ეს იმან გაგვატარა, იმან დაუშვა, რომ გარკვეული დრო კიდევ მოგვეცეს დაფიქრებისთვის, თვითჩაღრმავებისთვის და ასე შემდეგ. ხო, ეს მისი დამსახურებაა პირველ რიგში. ადამიანებს გვიყვარს, როგორც კი დავატყობთ სწორი გზა სად არის, რაღაც გაგვინათებს გონებას, მაშინ საკუთარ თავზე მივიწებებთ და თვითგანდიდებას ვეწევ. ასეთია ჩვენი ცდომილი ბუნება. ხო, და ესვე წარმოქმნის ერთგვარი ახალი თუ ძველი კერპის ვითარებას. ესე იგი, ძალიან ხშირად გვიხარია, როცა თავს გავიკერპებთ, ანდაც გვიხარია, როცა გამოჩნდება კერპი, რომ გავყვეთ და არადა კერპების ეპოქა დამთავრდა, წარსულს ჩაბარდა და რაც არ უნდა დიდი ერუდიციით გამოვირჩეოდეთ და შორეული პროგნოზებს ვაკეთებდეთ, ხომ? მაინც აღმოჩნდება, რომ ბოლოს მაინც ვცდებით და ისეთ როლს ვეღარ შევასრულებთ, ისეთ ადგილს ვეღარ დავიჭერთ, როგორც წარსულში ხდებოდა ხოლმე. იმიტომ რომ დრო შეიცვალა და დროის შეცვლილი მოთხოვნების სხვა ამოცანების წინაშე გვაყენებს. ხო, აი ესეთი ნიშნები დევს უფრო მძიმე ამბებიც არის, გარკვეულ ნაწილმა გადაწყვიტა, რომ ქრისტე და ქრისტეს სულიერება ეს უკვე გვერდზე უნდა გადაიდოს, რადგან ჟამია. რომ ესე იგი ფიზიკურად უნდა გავანადგუროთ მოღალატეები. ეს არის ერთგვარი ნიშანიც იმის, თუ რა ხდება სრულად კაცობრიობის წიაღში. ამის ასახვა საქართველოში. ამის გაჩერებაა საჭირო, იმიტომ რომ ადამიანი დღიდან სწორედ 64-დან გამოძევებისა საკუთარ ეს დიდი უშველებელი საკითხები ეს 64 და იქიდან გამოძევება და ეს არ არის რაც ორი სიტყვით სათქმელი თემა რა თქმა უნდა, მაგრამ ერთ-ერთი ნიშანდობლივი
იმისა, რომ ადამიანი დაასწილდა ღმერთს, არის სწორედ ის, რომ პრობლემის გადაწყვეტა უნდა მოწინააღმდეგის მოკლის გზით, განადგურების გზით. 10 მცნებაში არა კაცკლა, ეს ვითომ ვერ გავიგეთ, ერთი ყურიდან შევუშვით, მეორედან გავუშვით. ქრისტე მოვიდა და მტერიც გიყვარდესო, ესეც ვერ გავიგეთ. თუმცა ეს იჯრებით კი ბატონო. აი მოსული სიტყვა რაღაც გვეუბნება. ბატონეკაკი ამბობს, რომ დადგა ბეჭდის ახსნის დრო და ჩამოყალიბებული აქვს. და სწორედ იქაა პირდაპირ განაწილებით და ნიშნეულად ნათქვამი გადმოცემული, რომ პიროვნება, რომელიც ცდილობს მტერზე გამარჯვებას მისი ფიზიკური მოკლით, რომ მასთან სატანა. აი ბეჭდის ახსნა სწორედ მაგას ნიშნავს, რომ გაარჩიო, ვისთან არის სატანა, როდის არის შენთან სატანა, როდის როგორ აზრზე ხარ. ეს არის სახელმძღვანელო, ესე იგი ახალმა სიტყვამ არათუ ქრისტეს სიტყვის გადახრა, პირიქით გააძლიერა. თუ გადარჩენა უნდა კაცობრიობას, თუ გადარჩენა უნდა ქართველებს, ამიტომ კაცის ყulis პრობლემის გადაჭრით არ შეიძლება რომ ვიფიქროთ. უკვე სახელმწიფოებრივად, პოლიტიკურად არის ეს საკითხები მაღლა ამოსაკანი, თორე კაცის ყulis პრობლემის გადაჭრა აგერ მიმდინარეობს. ეს რაც ხდება და მიმდინარეობს და ატომური საფრთხე, სრული განადგურების საფრთხეც ამითაა წარმოქმნილი. დიახ. ახალი სიტყვიდან გამომდინარე ფორმაციაშია კიდევ ჩამარხული ეს შავბნელი, ეს კაცის ყulis გზა, კაცებლობა. დემოკრატიით შენიხული. კი, რაც დემოკრატიითაა შენიხული და რიტორიკულ კითხვებს ავსვავთ ხოლმე, რომ აი ხლა ტრამპი გამოდის და აცხადებს, რომ დაუყოვნებლივ უნდა სასწრაფოდ, ესე იგი, ალიასკა უნდა, კანადაც უნდა, ხო, ალიასკა, ბოდიში ალიასკა, გრენლანდია, გრენლანდია. ხო. ნუ რა იძულებს კაცობრიობას ეს წამყვან ქვეყნებს, რომ ასე განარებით დაიწყონ ომი დედამიწის რესურსებისთვის. რა, კიდე რამე მოტორი ხوار, რაიმე ისეთი ხوار არის, რომელიც ამ პროცესს კიდევ უფრო აჩქარებს და უარესებს მდგომარეობას ამ გლობალურ ძალებს შორის დაჯახებას აძლიერებს. რაღაც ისეთი მექანიზმი ხوار არის, როგორ არა, ზუსტად ეს მექანიზმი გვაქვს ჩატარებული. დაუკვირდით, ხა ჯერ არ არის პრეზიდენტის მოვალეობის შემდგარი და უკვე ეს მინდა ჩემი იყოს. მინდა ჩემი. კაცებლური მიდგომა. ხო, როგორ არაში რა ვამბობთ, რომ კაპიტალიზმი ეს არის ფულის სისტემა, ეს არის სიხარბეზე აგებული სისტემა, აქ გვაქვს ორი უკიდურესი ურთიერთგათიშული სამყარო მიიღება, უმცირესობის გაბატონებული სამყარო, რომელსაც იმედენი ქონება უგროვდება, რომ ვერაფრით ვერ მოიხმარ, თვითონ კი არა, 1000 წელი მის შთამავალი ვერ მოიხმარს. იმ რაოდენობით იქ უგროვდება, ეს არის მდგომარეობა, ავიძაღლის მდგომარეობა, რომელიც არც სხვას აჭმევს და ვერ თვითონ ჭამს. ეს მდგომარეობა. და მეორე უშველებელი ნაწილი უმრავლესობა, რომელთა ძარცვის ხარჯზეც ხდება ასეთი ასიმეტრიული გადანაწილება. დედამიწა ზღვრული ეს უსასრულო არ არის თავისი რესურსებით, ამიტომ რა ხდება? გამალებული ბრძოლა იწყება რესურსებისთვის, გამალებული ბრძოლა იწყება ადგილებისთვის და ასე შემდეგ. ეს არის სწორედ მოტორი, ეს არის სიხარბის უმა, იმიტომ რომ ბევრი არ ყოფნის ადამიანს. სიამბილეში. ახალ სისტემაში როგორ არის, ზედმეტად მდიდარი ვერ იქნება. ეს ორი სიტყვითაა ნათქვა. ზღვრები იქნება დაწესებული. ვერ იქნება ზედმეტად მდიდარი. იმიტომ რომ ამ გზაზე დამდგარი ადამიანი ძირგავარ დილქვევს გავს. არ ყოფნის დედამიწის რესურსი და საით მიექანება, მე ყველაფერი უნდა და მე ერთმანეთს ეჯახებია. და ამათ ხელში უკვე მასობრივი მოსპობის იარაღია. უკვე ისეთი გეგმებია, რაც უკვე გამჟღავნებულია, რომ მილიარდზე დაიყვანონ ან უფრო ნაკლებზე მოსახლეობა რა გზით როგორ და მოკლედ აი ორონ ტრიალში ვართ. ესე იგი ეს ფორმაციაა შესაძლებელი. ეხლა თუ ვინმე ფიქრობს, რომ 5 ადამიანი გაზეთი რომც დაუბეჭდოთ, მიმტანიც აღარ არის. იმიტომ რომ ის ვინც თავის დროზე ამ ხელმოწერებს ერთად ვაგროვებდით, ბევრი იქიდან ცოცხალიც აღარ არის, კაცო. წლოვანებას აქვს ბოლოს და ბოლოს უკი ადგილი.
ხო? გავიდა წლები. საკმაოდ წლოვანია ეს ხალხი, მათ უზარმაზარი დამსახურება ამ საქმეში ჩადებული. გულისხმობთ რა თქმა უნდა იმ თანამებრძოლებს. ზოგიერთს არც ვიცნობდით არა და თვითონ აკეთებდა სხვადასხვა სფეროში და სხვადასხვა ადგილიდან. ჩვენ თუ ვფიქრობთ, რომ ამ ხელა საქმეს ასეთი მცირედი ჯგუფით გავაკეთებთ, ეს შეუძლებელი. ეგ არის სწორედ სპორტული ინტერესით ყურება. ესე იგი ვერ ვაცნობიერებთ რა საქმესთან გვაქვს საქმე, რა პროცესთან გვაქვს საქმე, რა სირთულესთან გვაქვს საქმე. შემდეგ გაერთიანება კი კრავი ძლევს, მაგრამ კრავი შეკრა უნდა იყოს სწორე მიმართებით, მოსული სიტყვის მოთხოვნების ასრულებისაკენ. იქ როცა ადამიანი შენ განმარტებებს დაადებ უკვე თავზე, ანდაც ფორმალურად უდგები, ვიტყვი იქ ჩამოყალიბებულია გადარჩენისთვის რა არის საჭირო, ეს 1,907,000 ხელმოწერა რატოა შეგროვებული. იქ პირდაპირ არის მითითებული განსაკუთრებული სტატუსი, ნეიტრალიტეტი, განსაკუთრებული სტატუსი, ეროვნული საკუთრების მიღება გაყიდული, გასხვისებული უპირობოდ უკან დაბრუნება, ხო? ახლა კაცო 2 დღით ჩახვიდე რუსეთში, ან 1 დღით ჩამოხვიდე და რუსულად ალაპარაკდე. ან ჯერ ტრამპი არ არის მოსული და უკვე დატრამპული ხარ, ან აქ იქით ევროპას ხარ, აქეთ ჩინეთს ხარ გამოდებული, უკვე არა ნეიტრალიტეტის და განსაკუთრებული სტატუსის მიმართულებით მუშაობ. არამედ ისევ გარეთ მაყურებელი გამოდიხარ. ისევ რომელიმე მხარის ქვეშევრდომობისგან თუ ხარ მომართული, ასეთი სულიერებით, ასეთი მიდგომით ვერ ითამაშებ დადებით როლს, ვერ იქნები შემკრები იმ სწორე პოზიციაზე და იმ სწორე კურსზე, რაც მოითხოვება და რაც არის აუცილებელი. იმიტომ აღნიშნე, რომ აიფარო, რაც კიდე აიფარო წინდა თან თვალს იქით კრებს უპაჭუნებდე მეორე დღის აქციებით და ან კიდევ იქით დასავლეთისთვის იმათ ეხვეწებოდე, რომ აი ეს ოცნება თუ არ ვარ, მოდი მე უფრო კარგი ვარ და მოდი მე გამიკვალე გზებიო. სულ ასეთნაირად თუ გადაწყვეტილები, ნერვული მდგომარეობა კიდევ სხვა არის, სხვა უბედურება არის. მარტივად რომ თქვათ, ესე იგი წინა წელი იყო სულიერად 30-ის ნიშნით არა. 24 იყო, ქანი იყო ფიზიკურად. 24 წელი იყო, მაგრამ ჩვენ ხო ვიცით, რომ 6 წელი სხვაობა არის. და მართლაც ჯვარზე გაკვრის საფრთხე იყო. ქანი ჯვარია პირდაპირ. და მართლაც ისე მერყეოდა ქანქარასავით ჩვენი ბედისწერა, საით რა გადაიხრებოდა, კაციშვილმა არ იცოდა. ასევე იყო მთელი დედამიწის ბედიც. ახლა ასომთავრულის მიხედვით თუ გავითვალისწინებთ, რას ბატონიაკა გვაწვდით და ახლა ჩვენ იმ დონეზე და ისეთნაირად ვერაფრით ვერ შევძლებთ და ეგ გამორიცხულიც არის. ასომთავრულის სიბრძნის და იქ ჩადებული საიდუმლოებების ამოტანას და ამოწევას ვერ შევძლებთ, მაგრამ ეს მაინც უნდა ითქვას, რომ სულიერად 2030 წელი იყო. ქრისტე 6 წლით ადრეა დაბადებული, ვიცით ეს არის უახლოესი მეცნიერული კვლევით დადასტურებული ფაქტი და აღარ მოუყვები ბატონიაკა კიდევ რა მნიშვნელობას ანიჭებდა და რა მნიშვნელობა აქვს სინამდვილეში ამ ფაქტს. ხო, და 30 ბიბლიურად თუ გადავიაზრებთ სახარებისეულად 30 ვერცხლი ყველაზე ცუდად ხვდება ადამიანს ყურშია რა, რომ იყო მართლაც საფრთხე, რომ 30 ვერცხლად გაყიდულიყო ქვეყანა, შეეცვალა პოლიტიკური კურსი ისე როგორც ისინი ითხოვენ და ეს კატასტროფას მოუტანდა საქართველოს. ხედავთ, რომ მიმდინარეობს მსოფლიო ომი და მსოფლიო ომისთვის იძებნება ყველაზე უფრო აქტიური და ყველაზე უფრო საჭირო ტერიტორიები, უპატრონო, მოდი ბჭყალებს ჩავსვათ, უპატრონო ტერიტორიები. იძებნება, ირანი ხარ არის უპატრონო, ხო? ხო, და არ მოხდა გაყიდვა, დაასანქცირეს, საპასუხოდ დაასანქცირეს და ესე იგი როგორღაც ეს მაინც გადავიტანეთ. ეხლა გადავდივართ უკვე 2025-ში შევედით უკვე. შევედით
სულიერად იქნება 31 ეს არის უკვე წილის საკითხი და 25 ასომნიშანი არის ღანი, იდუმალი ღვთისკარი. ხაზი გაუშვით რა პოზიტიური მომენტები გაჩნდა, რაც არ ყოფილა. სახელმწიფო სიმაღლებიდან არ ყოფილა, ქვეყნის სუვერენიტეტი. გარე ფინანსებზე დამოკიდებულებისგან თავის დაღწევა. განცხადებებშიც დაერქვა. ენა მამულის სარწმუნოება. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის სურვილი. ეს თემები წამოიწია. დრომ წამოაწევინა. მოდი ისევ სადაორო არ გახდეს. ეხლა ყველა ცდილობს ეს მიიწევოს, ამ პირიქით ლანძღვა დაიწყოს. ყველა ადამიანს თავის დამსახურება აქვს. ეს უფრო კარგად ღმერთმა იცის. ჩვენზე კარგად. მაგრამ მოდი ასე ვთქვა, დრომ მოიტანა, ეს თემები წამოიწია. არ მოხდა გაყიდვა. არჩიეს რომ დასამცირდნენ, იქ დაკარგონ, რათა აქ დარჩეთ, მაინც რაღაცა დარჩეს. ეს კიდევ ცოტა საჯოჭმარო სხვა თემა არის, მაგრამ როგორც არის. ქართული ასომთავრულის მიხედვით, ეს ახალი წელი, ყოველ იმას თავისი ორმაგიისა, ფიზიკური დრო, ან კალენდარულად როგორც ვითვლით, ეს არის ღანი, იდუმალი ღვთისკარია. გაგვეხსნება ახლა ეს ღანი, ღვთაებრივის გაცნობიერებას დავიწყებთ, მოსული სიტყვის გაცნობიერებას დავიწყებთ და სულიერად წილია. წილი ძალიან მნიშვნელოვანი. ამას უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდა თავად ბატონი აკაკი. რა დიდ განმარტებას გვაძლევდა რომ ჯერთ სამყარო ეს არის ყველაფერს თავისი წილია და წილობრიობაა ჩადებული. ადამიანში თავის წილია, ქართველებს თავის წილია ჩადებული. რა არის ჩვენი წილი? შევიმეცნებთ ქართველი ერის წილი რა არის? აი ამ საკაცობრიო ცხოვრებაში. აი ამ განსაკუთრებულ დროის მომენტში. ხომ? საკუთარი თავი გვაქვს დასაწყისი. კი, ესე იგი დავინახავთ კი ფუნქცია მოვალე. ესე იგი მომავალი წელი როგორც ჩანს აი ჩვენ ასომთავრულს ჩვენს უდიდეს ღვთაებრივ საგანძურს თუ დავეყრდნობით ძალიან ბევრ და ბევრ რამისკენ სხვანაირად შეგვახედებს, დაგვავალდებულებს დრო და ჟამი. ამაზე მეტყველებს ასომთავრული. ხლა რატომ თქვით ახლა ეს ამბავი, იმიტომ რომ ყველა ბიჩოული ვართ, აღმოსავლური კალენდრით გვერდის წელი მოვიდა, მოკლედ დიდი სპეციალისტები ვართ, ასტროლოგები არ გვასვენებენ ყოველ ტელევიზიაში, ყველა ეთერში მოკლედ ეს უკავია თავენთი ადგილი და გარკვეული განწყობებს ქმნის საზოგადოებაში. ხლა არ ვამბობ იმას, რომ ეს ასტროლოგია არაფერი არ არის, კიდევ მსჯელობის სხვა თემაა, მაგრამ ის ახალი რაცაც გაგვეხსნა და რაც მოწოდებული გვაქვს, აი მახლით ეს პერსპექტივები იკვეთება და ისახება. და თუ კარგ ანალიზს ჩაუტარებთ გასულ წელს ორივე ასომნიშანს თუ კარგად გავაანალიზებთ, ზუსტად ამ ორი ასომნიშნის ირგვლივ ტრიალები. და ნუ რაღაცნაირად ჩაგვაბარებინა ძალის ძალად ისე რომ ცოცხლები ვარ და რაღაც პერსპექტივა გაგვაჩნია. მაგრამ კიდევ ხას უსვამ რომ სწორი პოზიციით არის საჭირო ამოქმედება. ვინც ინიციატივას იღებს რომ ეს საქმე გაჩერებული კი არ იყოს, ცხოველმყოფელი იყოს და დაიძრას რამენერად იქნებ ჩვენი წილი გავაცნობიეროთ ქართველობას. ეს წილობრივი საკითხი. მაშინ ის ახლო უნდა იყოს, პირდაპირ უნდა ამოდიოდეს უფლისმიერი მოთხოვნებიდან, იმ პრინციპებიდან. სხვანაირად არ გამოვა. რაც ჩამოვთვალია ეს გადახრები, რომელსაც აქ ადგილი, რაც ზოგი ღიად ჩანს, ზოგი არა ჩანს ღიად, მაგრამ ეს შიგნით დუხს და ეს არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ სწორი პოზიციაზე დაავდგეთ. წრილ-წრილად ფულზეც ვიყიდებით, ნუ ყველაფერზე ამაზე ეს აღარ გავაგზავნებია, ჯერჯერობით კვლავ. ვერ შეველით. ხო, ასე რომ აი რაშია პრობლემა? პრობლემა იმაშია, რომ საჭირო სახის მიმართვები რომ ჩამოვაყალიბოთ და ბოლოს ჩამოყალიბებულიც არის. ჩვენ ახლის გამოგონება არ გჭირდება, ნუ რაღაც შეიძლება მაინც დრო შეცვლილია და შესაბამისად ამ შეცვლილი დროის მისადაგებისთვის რაღაც ცირედი შემავსებელი დაემატოს. შესაბამისი მიმართვები რომც გამზადდეს, მიმტანიც კი არ არის ნორმალურად.
მაყურებელი არის, მსმენელი არის, ძალიან ერთგული და ჩვენზე უფრო კარგად გაცნობიერებული ამ საქმეში და შეიძლება ჩვენზე უფრო მეცაც აკეთებენ, არიან ესენიც, მაგრამ მაინც ძირითად ნაწილს მაყურებლებისას უნდა ვთქვა, რომ ეს არის მაინც სამიზნიდან ყურება. ესენი არიან, ვინ არიან, რეები, ახალი კერპები არიან, მართალს ამობენ და ასე შემდეგ, ესე იგი ეჭვების ის კარგად ვერა და ვერ გავარკვიეთ და ვერ გამოვედით მაინც კერპის ძიების მდგომარეობიდან. ისე გამოდის, რომ თითქოს აი ვინც ზედაპირზეა და ვისითაც იმართება ეს ყველაფერი, თითქოს მათი ყველაფერი ვიცით, ვიცნობთ და ასე შემდეგ. აქ ყველაზე მთავარი რა არის, არა ის თუ მაინდა-მაინც ჩვენი ბიოგრაფია ზეპირად ვინმე მიცის თუ არ იცის, ალბათ სულაც არაა საჭირო მე თუ გითხრათ. მთავარი ის არის, რომ მოსული სიტყვის მოთხოვნები რა არის, ეგ გავიგოთ. ნეიტრალიტეტი, განსაკუთრებული სტატუსით, ეროვნული საკუთრების გამოცხადება, გამჭვირვალე, სფერული მართვის სისტემის დამკვიდრება. ეს რამოდენიმე სიტყვა სჭირდება, რომ გადმოცეთ ის სიახლე, რაც არის ლაპარაკი. ცოტა რთულია შედარებით, მაინც, იმიტომ რომ მაგალითად როცა კომუნისტური იდეების ქადაგება მიმდინარეობდა, იქ მარტივად იდგა საკითხი, მარტივად გადმოიცემოდა, რომ მიწები გლეხებს, ფაბრიკები და ქარხნები მუშებს. აი ამიტომ უნდა დავამხოთ ხელისუფლება. ამიტომ უნდა მოვაწყოთ რევოლუცია. პრიმიტიულია, ეს ძალიან მარტივია, მაგრამ გამსვლელი ლოზუნგი იყო. ასევე იყო, რომ ბატონყმობა უნდა გადავარდნილიყო და ეს ყველა იცნობიერებდა, ყველა საღად მოაზროვნა, თავის დროის პროგრესულად მოაზროვნა საზოგადოება, ინტელიგენცია, ამაზე ერთ მნიშვნელოვნად თანხმდებოდა, რომ აღარ უნდა ყოფილიყო ბატონყმობა. რომ ბატონი ნარჩი წააგებდა ყმას და გაყიდიდა და გადაცვლიდა, ეს არ შეიძლებოდა რომ ყოფილიყო. და განიცადა კაცობრიობამ გარკვეული პროგრესი, მაგრამ ახლა ჩვენ გავიჭედეთ ამ ფულის მევახშეების, უზნეობის, გაუმაძღრობის ფორმაციაში, რაც დემოკრატიით არის გარედან შემოლამაზებული და აი ამ ჩაკეტილ წრეში გვიწევს ტრიალი. აი ქალბატონის, რომელმაც ჩვენ შემოგვიძახა. ნუ ერთი რამ არის, ქალბატონიც ასესვავს საკითხს, რომ გააკეთეთ. კიდევ ვიმეორე. შეუძლებელია ამხელა მასშტაბის საქმე პატარა ჯგუფი აკეთებს. გააკეთეთ, შეიძლება უთხრა კიდევ მართველ ძალას, ხელისუფლებას. ხო, აი გააკეთე რა, იმიტომ რომ პასუხისმგებელი ხარ, იმიტომ რომ ხელისუფლება გიკავია. იმას კიდევ შეიძლება უთხრა, მაგრამ პროგრამაში რა უწერია, კაცო? ესაა მნიშვნელოვანი. ყველას პროგრამაში უწერია კერძო საკუთრების განუხრელი პრიმატი, თავისუფალი საბაზრო ეკონომიკა, რაც აბსოლუტურად გამორიცხავს იმას, რა ეკონომიკურ მოდელსაც გვთავაზობს ეს ქალბატონი. და ეს ეკონომიკური მოდელი, მე ეკონომისტი არა ვარ. ამ საკითხებში ღრმად ვერ შევარ, თავისთავად ცხადია, მაგრამ იმდენი ცოდნა გადმოგცა ბატონმა აკაკიმ, რომ თუ ახალ ფორმაციაზეა საუბარი, მიმართულებები მაინც ხომ უნდა იცოდათ, თუნდაც ეკონომიკაში რა და როგორ საით უნდა წავიდეს. ვის უნდა დაეყრდნო, რა ჯგუფია შემოსაკრებილი. ამ ქალბატონმა ძალიან სწორი მიმართულებით ამოსწია ეს უმთავრესი საკითხი, რომ ეროვნული ბანკი უნდა იყოს მართლაც ეროვნული ბანკი. მევახშეობა უნდა გაუქმდეს და სახელმწიფო იმდენს უნდა ბეჭდდეს თვითონ, რამდენის თავის ხალხს ჭირდება. ასევე საერთაშორისო ვაჭრობაც აუცილებელია თავისთავად ცხადია, მაგრამ აქ გარკვეული პრობლემები ჩნდება ვიცით და ბარტერულ გაცვლაზე ამახვილებს ყურადღებას. ეს ძალიან სერიოზული საკითხებია. ჩვენ ახლა ხელისუფლება ეკავოს იმას, რაც საჭიროა ახალი ფორმაციის დამკვიდრებისას. აუცილებლად ამ ქალბატონს ვთხოვდით, სახელმწიფო კომისიას ჩასდგომა და სათავეში მოეკრიბა თანამოაზრეები და ჩამოყალიბებული იყვნენ. დიახ, მიმართულება, რაზეც იგი იბრძოლობს, არის მომავლის. თუმცა სამის უნდა გაესვას ხაზი, რომ მას შემდეგ რაც ძალიან გაღრმავდა
კერძო საკუთრების განუხრელი პრიმატი, მას შემდეგ რაც საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი მონაწილეობა ქვეყნების ეკონომიკაში ნულს გაუტოლდა რამის, ძალიან ძნელი იქნება ბარტერული გაცვლების საკითხების დაყენება. ხო, ესე იგი, სპეკულაცია უნდა მოსწირდეს. ჩვენი უბედურობა, რომ ჩვენსა და მწარმოებლებს შორის და ასე შემდეგ ყველგან სპეკულაციური მდგომარეობა, მათ შორის ყველაზე დიდი რა თქმა უნდა ეს არის ფინანსური და მევახშური და ასე შემდეგ. და ეს უზარმაზარ ცვლილებებს მოითხოვს, საჭირო იქნება საჭირო ქვეყნებთან დაკავშირება, დიპლომატიური მოლაპარაკებების წარმოება, ფაქტიურად ეს არის ახალი ეკონომიკური პოლიტიკის წარმოება, რომელიც სრულიად სხვა თვისების გახლავთ, მართლაც სახალხო და ეროვნულია, ხალხთა შორის მეგობრობა ასეა შესაძლებელი, როგორც ეს ქალბატონი ბრძანებს, თუ მაგ მიმართულებით წავალთ, თუმცა ამისათვის საჭირო იქნება, რომ სხვა ქვეყნებშიც შესაბამისი მზაობა იყოს. სხვა სახელმწიფოებრივი ხედვა იქნება საჭირო იქაც და შექმნილი ურთულესი ვითარება სხვათა შორის ამ პროცესებსაც წარმოშობს. იმიტომ რომ ახლა ალაპარაკდნენ თვითკმარ ეკონომიკაზე ძალიან ბევრი ქვეყანა. აღმოჩნდა, რომ ტრანსნაციონალურ კორპორაციებს თუ გადაბარდება ქვეყნის ეკონომიკის ყველანაირი სადავეები, იკარგება სუვერენიტეტი, უარესდება რიგითი მოსახლეობის მდგომარეობა, პატარა ერები სრული კატასტროფის წინაშე დგებიან და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. დიდი ქვეყნებიც კი კარგავენ სუვერენიტეტს და გარკვეული კონფრონტაციის შემთხვევაში ისინი აბსოლუტურად უსუსურნი არიან. უკვე ძალიან ბევრი ფიქრობს თვითკმარი ეროვნული ეკონომიკის ჩამოყალიბებას. ეს მრავალპოლუსიანობის ერთ-ერთი არსიც არის ეგ, რომ ეს შესაძლებელი გახდეს, რომ მსოფლიო სავალუტო ფონდის და მსოფლიო ბანკის ეკონომიკური და არა მხოლოდ ეკონომიკური დიქტატის საპირწონედ სხვა ურთიერთობები ჩამოყალიბდეს და ისევ ხაზი მინდა გაუხსვა იმ ამბავს, რომ ასეთი მოწოდებები და ასეთი აზრების შემოტანა ერთდროულად ძალიან ძვირფასი ამბავია, იმიტომ რომ ბატონი ეგაკი გვეუბნებოდა, რომ თუ კი სწორ ეგზით ვივლით, აღმოვაჩენთ, რომ შესაბამისი ცოდნის, შესაბამისი აზროვნების კადრები არსებობს ქვეყანაში. მათ მოკრება დაჭირდება. რა თქმა უნდა იცოდე რა მიმართულებით უნდა წავიდეს და წარიმართოს როგორც ეკონომიკა, როგორც ასევე განათლება, ქვეყანას სახელმწიფოს უამრავი სფერო გააჩნია და ეს რესურსიც არის, ოღონდ ერთი კიდევ ჩასართავი გვაქვს მაინც ის სათქმელი, რომ ასეთი მცირე რიცხოვნობით ფონს ვერ გავართ. საჭირო არის რომ ძალიან სერიოზულად ჩავებათ და ჩავერთოთ. ერთმანეთის ნუგვეშინია. პირიქით, უნდა ვიცოდოთ, რომ უერთმანეთოდ არაფერი გამოგვივა. და წინა გადაცემაში დავსვით ესე რიტორიული კითხვასავით გამოგვივიდა, რომ კაცო, აი რაღაც შეიცვალა. დამით გადავრჩით. მაგრამ ეს დროებითია, ხედავთ რომ დროებითია. ეს არ არის საშველი. ხო, აი რაც შეიძლება ზევით ვინც არის, მართვის სფეროებში ვინც არის. რაც შეიძლება ეს არის. ეს უკვე საკმარისია? მეტი არ გჭირდება? სად არის ქართული საზოგადოებრივი საქართველოს ქართული საზოგადოებრივი არ ჭირდება, რომელიც გადამწყვეტ სიტყვას იტყვის, ლოკომოტივის როლს შეასრულებს. გარე თვალის პაჭუნსში კი არ დაიღლება, როგორც ზოგადად მიმდინარეობა არის. არამედ აქ შიგნით მოვტრიალდები და საკუთარ წილს შევიმეცნებთ. ღვთისშემეცნების კარი, მოსული სიტყვის გაცნობიერების დროც დადგა და შევიძლებთ ამას. მაშინ ერთმანეთი გჭირდება, აუცილებლად გჭირდება. ერთმანეთი უნდა ვიპოვოთ. ერთმანეთთან დაკავშირება სწორ საფუძვლებზე, აქ კერპი თავმჯდომარე არ გამოგვადგება, ვერ იქნება, თავისთავად ცხადია. ჩვენი მოქმედების ეპიცენტრში ვსვავთ სიტყვას.
მოსული უფლის სიტყვა სვავთ, მის მოთხოვნებს სვავთ. აი ეს ახალი დროის მოტანილი რეალობა. ძველებური მიდგომით არ გამოვა. ცოტა ახლებური მიდგომა საჭირო. ცენტრში ის მოთხოვნებია, რაც უფლის მიერ მოწოდებული. და ამის ირგვლივ ვარ ჩვენ გასაერთიანებლები და რა გვინდა, მოდი რაღაცნაირად უნდა ჩამოვყალიბდეთ ძალიან ძლიერ ბირთვად. იმიტომ რომ თუ არა, მაშინ მოწინააღმდეგე აყალიბებს თავის ბირთვს. უამრავ ადამიანს, უამრავ ახალგაზრდას აცდენს. უამრავი რესურსი იხარჯება ამაოდ. არადა რო არ გააჩეროს სახელმწიფო, კატასტროფა დაიწყება. აქაც უზარმაზარი ენერგია იხარჯება. საინტერესო ისაა სახელმწიფოებრივ საქმეზე, როდისღა უნდა იფიქრონ. გამუდმებული კონფერენციები, გამუდმებული პასუხგაცემა, გამუდმებული კონტროლი, იმან რა განცხადება გააკეთა, ამა მოკლედ გამოატრიბუნეს მთელი ქვეყნიერება და მთელი მართვა. ან როგორ იმართება, მექანიკურად რაღაც მაინც მიდის და კეთება. თორემ იმ ახალგაზრდობაში უზარმაზარი ენერგია, ეს საკითხი რომ გადაწყვეტილი ქონოდა, ამ ხელა ახალგაზრდული ენერგია საჭირო იქნებოდა ქვეყნის აშენებისათვის. სწორი მიმართულებით. ყველა მიმართულებით. უზარმაზარი სამუშაოებია, კადრები არ გვეყოფა ხალხო. ეხლა ხო უმუშევრობაში და უიმედობაში და მოკლედ აქ სხვაგან გაქცევაშია მდგომარეობა. თუ კი იმას დავიწყებთ, რაც გასაკეთებელია, კადრები არ გვეყოლება. ჯერეთი კახა არ გვეყოფა. ქვეყანა აღნიშნე შეეხეთ ახლა ყველა სფეროში ახალი დანახაშენებელია და შეიძლება რომ ფიზიკურად ეს მცირე ჯგუფმა შეძლოს, ფიზიკურად ვერ შეძლებს. ესე იგი კადრები საჭიროა ყველა მიმართულებით და გამოიძებთ კი აი როგორ არის სურა იცი რომ ჩვენ საბჭოთა კავშირი რომ დაიშალა დავეწაფეთ დასავლეთს ესე იყო დასავლეთის მიერ მოწოდებულ იდეოლოგიას ცხოვრების წესს იდეოლოგია გამოცხადა ბოროტებად სახელმწიფოს თუ აქ იდეოლოგია ესე იგი ბოროტი სახელმწიფო აი სახელმწიფოს რომელსაც იდეოლოგია არ აქვს და რა არის იდეოლოგია ბოლოს და ბოლოს ეს იდეოლოგია არის მიზანი საით მივდივართ ესე იგი როცა უმიზნოდ ცხოვრობ და რასაკეთებ ფულს არა თავარი მიზანი ბიზნესია ფულის კეთება ამას დავეწაფეთ ამან ძალიან დაგვანგრია სულიერად გადაგვაგვარა გაგვაჩარჩა გაგვავაჭრა გაგვამევახშევა ნუ როგორც იქ იყო ფილმებში გზის ჩვენება უნდა ხელი აქვს გამოწვილი ფულს მისცემს ეუბნება პატარა ბავშვმაც კი იცის ფულის ყადრი და წონა ეს მთელი იდეოლოგია იქიდან წამოსული ხო და ახალი რაც მოითხოვება უფლისგან ამ ახლისთვის კიდე ახალი ადამიანი ახალი აზროვნებაა საჭირო ესეც ჩვენში უნდა გამოვიძიოთ აი ამ ფულის სისტემის მოძალება მას შედეგები მოგცათ. მოყოფილი ვარ? აი თუ არა ვარ კმაყოფილი. მაშინ რა უნდა წამოვწიოთ? აი ახალი სიტყვა გვაძლევს, მოსული სიტყვა გვაძლევს საკვებს, სამოქმედოს. ადამიანი ერი კაცობრიობა სამი ღვთაებრივი წარმონაქმნია, რომლის ხელისყრებაც არ შეიძლება. დაარსებული სისტემა რას ანგრევს? პირველ რიგში ერს ანგრევს, მერე პიროვნებას. ესე იგი თუ შენ ერს ემსახურები, სწორედ მიმართულებით შეფაქტიურად ღვთისმსახური დამოდიხარ. ეს არ არის უბრალოდ მარტო მშრალი პოლიტიკა და რაღაც, არა შენ თუ შენ ერს ემსახურები დღეს სწორედ მიმართულებით. ქართულად, მართლმადიდებლურად. შენ ხარ უკვე ღვთისმსახური. უამრავ საკვებს იძლევა ახალი სისტემა. შემდეგ რა არის? ძველმა რაც დაგვამახინჯა. აი ახალი სისტემა და ახალ საფეხურზე გადასვლა გვაძლევს იმის საშუალებას, რომ გაუნულდეს ის მინუსები, რაც შეგძინა. ახალი ცხოვრების დაწყების საშუალებას გვაძლევს. ნებისმიერს აძლევს. ეს ღვთისგან მოდის. და არა კაცის ხო, ვიღაც სურვილზე არ არის. და ბევრი რამე იგულისხმება აქ ამბულოვან მდგომარეობაში. შეცდომების გამოსწორების საშუალებას გვაძლევს. გადახრების გასწორების საშუალებას გვაძლევს. ხო აი ეს ამოცანები, ეხლა თუ ამ უშველებელი ამოცანების წინაშე დგავთ, როგორ შეიძლება 3-5 კაციანმა ჯგუფმა აი ფონს გავიდეს. თუ არ მოხდება ძალთა სერიოზული დარაზმა.
ხო რა არის მიზანი ჩვენი საკმაოდ ისეთი მიზანია მთავარი მეოთხე ყრილობამდე მისვლა და ეს ნუ ცალკე ტექნიკური საკითხებია კიდე ჯერ რომელ მეოთხე ყრილობაზეა ლაპარაკი ადამიანს სახელმწიფო ჯილდოს აძლევს იქ არ მოვდივართ სიკვდილის მერე აძლევს ჯილდოს ილია ჭავჭავაძის პრემიას ოქროს მედლით იქ არ შეგვიძლია მივიდეთ და ასე ერთად გამოვხატოთ ჩვენი გამოსახატა ვერ გამოვხატეთ ისე მცირე ჯგუფს არ ჩავარდა მაინც შედგა არ ჩავარდა აი შედგა ხო ეს არის აი წინა გვაქვს წელი და თუ სერიოზულ ბირთვად არ ყალიბდებით ძალიან ძნელი საქმე იქნება რა იქნება ჩვენი მომავალი როგორი იქნება ხო ფულის სისტემაა შესაძლებელი მევახშეობის გზით ბიზნესის გზით კერძო საუბრებში ქონდა კიდეც ერთ-ერთი პირველი ქართველი ბიზნესმენი ახტაცებით თუ გაოცებით გამოვიდა პირველი მოწვევის პარლამენტში და ღია განაცხადი გააკეთა კაცო თურმე ბიზნესში წესი ყოფილა თუ ტყუდება უნდა მოტყუდესო ხო აი ინფორმაციის შედეგები კიდე ასეა საქართველოს არ არის ქვეყანა რომელიც სხვებს ასე ვთქვათ ატერორებს სხვებს მახეში აბავს და თვითონ აქ მოწყობილი გამოუცხადებელი მსოფლიო ეკონომიკური იმპერია პირიქით საქართველოს და საქართველოსნაირი ქვეყნები ამ გამოუცხადებელი მსოფლიო ეკონომიკური იმპერიის კოლონიას წარმოადგენთ და საცა სიმდიდრე იხვეტება იკრიბება იქ გავრბივართ ჩვენც ხო შეგვიძლია ოკეანე ფეხით გადავიარო თქო ამერიკის მოქალაქე გავხდეთ თქო ევროპაში შევსულიყავთ ეხლა ევროპას ცოტა აქვს საქმე ხო მაგრამ საერთოდ არა მარტო ევროპას მთელ დედამიწას აქვს ცუდად საქმე და როგორც დაიწყე სურაბატონო მდგომარეობა ისეთია რომ თუ ეს საკითხები არ გადაწყდა მდიდარიც და ღარიბიც ერთ დიდ ტაფაზე მოიხრაკებთ აი ეს საწყისში შევეხეთ კი და ეხლა დასაფიქრებელი გვაქვს ამ კუთხით რომ ეს ხელა დიდი საკითხი ჩემი მხრიდან მეტი საუბარი მგონი ზედმეტი იქნება უკვე ნუ ნახოთ იმედი ვიქონიოთ ჩვენი სურვილია კი მადლობა ამისთვის ჩვენ მსმენელს და მაყურებელს კი ასეთი კითხვებისთვის გამოხმაურებისთვის მაგრამ ჩვენი მხრიდან აქედან უნდა უთხრა სწორედ და ამაზე გქონდა დღეს საუბარი რომ მცირე ჯგუფი ფიზიკურად შეუძლებელი ასეთ საკითხების საერთო ზოგადიარობრივ საკითხების გადაწყვეტა ყველა საშაშენებელია როგორც იტყვიან ასე თქვა შედარებით სხვა ისაფლას ვერ ამოავსებს ყველას თავის წილობრივად აი წილებზე გვაქვს საქმე წილობრივად გასაკეთებელი ერთი ავატარ აგური გვაქვს დასადები ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის და დავფიქრეთ ამ კუთხით რა ვიცი ეს გვექნება ჩვენ მსმენელთან დღეს სათქმელი და ის და რა ვიცი ხა მადლობა მოუხადოთ მოგახსენეთ მომავალ შეხვედრამდე